გამარჯობათ. ბაღის და ბოსტნის დატბორვის შემდეგ, როცა წყალი წავა და ნიადაგი გამოჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესვებს მივაწოდოთ ჟანგბადი და აღვადგინოთ ნიადაგში ჰაერის მიმოსვლა. ამისათვის მსუბუქი კულტივაცია უნდა ჩავატაროთ პატარა თოხით, რომ მცენარეების ფესვები არ დავაზიანოთ. კიდევ ერთი რამ, წყალდიდობა ნიადაგიდან გამორიცხავს აზოტს და კალიუმს. შესაბამისად, მათ მიწოდებაა საჭირო. ეს ის მომენტია, როდესაც ორგანულ სასუქებს სჯობია მინერალური. ნაკელი ან ბიოჰუმუსი უნდა გამოვიყენოთ მას შემდეგ, რაც ნიადაგი მთლიანად გაშრება. ეხლა ახალ გასულ წყალზე სჯობია კალიუმის გვარჯილე გამოვიყენოთ, მაგრამ ეს უკანასკნელი ორგანულ მეურნეობაში პრინციპულად არ დაიშვება. ამიტომ რჩება ერთი გამოსავალი, ეს არის ხის ნაცარი, რომელიც უნდა მოიხმაროთ მშრალი სახით. მოვაყაროთ მიწას და ჩავთოხმოთ. მიწა ხომ ისედაც სველია. მცენარის ფოთლებს ნაცარი არ უნდა მოხდეს. ნაცარი უნდა გამოვიყენოთ მცირე რაოდენობით, რომ ნიადაგი არ გადოდიანდეს.